გამარჯობა ესერი გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. 2016 წელს რუსეთის მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი ბრძანდებოდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში და იქ ერთმა ძირძველმა ყირიმელმა ბებიამ შეშივლა რომ პატარა პენსია გვაქვს და ფასები კი საკმაოდ მაღალიაო და მედვედევმა იმ ბებიას ლოყაზე ხელი მოუთათუნა და გასცა პასუხი, რომელიც საერთაშორისო მემი გახდა. მან თქვა денег нет, но вы держитесь. ანუ ფული არა, მაგრამ თქვენ არ შედრკეთო. მაშინ ძალიან აუხშფოთდი ასეთი დაუმალავი ცინიზმით და ვიფიქრე რომ მხოლოდ რუსეთში შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. მაგრამ დრომ გვიჩვენო რომ არა მხოლოდ რუსეთში. ნატოს გემდივანი მარკ რიუტე ბრძანდებოდა კიევში. ელაპარაკა ზელენსკის და მერე უკრაინის უმაღლეს რადაშიც გამოვიდა მგზნებარე სიტყვით. მან თქვა რომ ზამთარი კი ძალიან გრძელია, მაგრამ მალე გაზაფხულიც მოვა. უკრაინელებო დარჩით ძლიერნი, მე ვიცი რომ თქვენ ძლიერები ხართო. ხომ კარგია რა? რიუტე მერე კიდევ უფრო გაამხნევა უკრაინელები, თქვა რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, უკრაინას მერე გამოუჩნდება საბრძოლო ძალები, თვითმფრინავები ჰაერში და გემები ზღვაში. ანუ როგორც ომი დამთავრდება, მერე დაგეხმარებით სამხედრო ძალებით. რამე პრინციპული განსხვავება არის მედვედევისა და რიუტეს სიტყვებში, რა მე ამას ვერ ვხედავ. სხვათა შორის ისიც აღსანიშნავია, რომ ნატოს გემდივნის გამოსვლის დროს უმაღლესი რადას დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. რადას დეპუტატებს უკვე ნაკლებად აინტერესებს ნატოს გემდივნის სიტყვები. ესეც ნიშანდობლივია, მეგობრებო. როგორც იქნა გულუბრყილო უკრაინელებიც მიხვდნენ, რომ ყველა დაპირებად რჩება და უკვე ყელში ამოვიდათ ეს ეგრეთ წოდებული ვერბალურად გვერდში დგომა და შეგულიანება. ალბათ 5 წლის წინ ნატოს გემდივანი უკრაინაში რომ ჩასულიყო, რადას დარბაზში ტევა არ იქნებოდა. ყველა დეპუტატი ალბათ ინატრებდა ნატოს ცოცხალი გემდივნის ნახვას, მისთვის ხელის ჩამორთმევას, მასთან სელფის გადაღებას და ჰორილკის თითო ჭიქის წაქცევასაც. და ის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდებოდა და სრულიად შესაძლებელია რომ ხრეშატიკს, ანუ კიევის მთავარ ქუჩას მარკ რიუტეს სახელს მიანიჭებდნენ. ახლა კი დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ანუ როგორც ამბობდა გერმანელი ფილოსოფოსი, მისტიკოსი თომას კემპბელი, sit transit gloria mundi, ასე წარმავალია ამ ქვეყნიური დიდება. არ ვიცი რიუტე რამდენად იყო ნაწყენი რომ რადას დარბაზში ის ოქროს ტახტით არ შეაბრძანეს, მაგრამ ურჩევდით თუ კი მას პატივისცემა და წითელი ხალიჩის დაგება უნდა, მაშინ ჩაუმძანდეს აქ ჩვენთან საქართველოში. აქ მას ღირსეულ პატივს მიაგებენ, ძველ თბილისსა და ახალ ბათუმს დაათვალიერებინებენ, სტალინის საყვარელ ღვინოსაც დააჭაშნიკებენ და ოკუპაციის მუზეუმშიც წაიყვანენ. დიახ, ჩვენ პურადი და გულადიერი ვართ, სტუმართ მოყვარე. მეგობრებო, ნატოს გემდივნის სტუმრობა კარგია მშვიდობიან პერიოდში, დიახ. ღმერთმა დაგვიფაროს და ჯვარი აკაურობას, რამე შეხლა შემოხლა რომ ქონოდა და რიუტე რომ ჩამოსულიყო და იგივე, როგორ თქვა ეს კორექტულად კონსტიტუციის 78 მუხლის სულისკვეთების დაცვით. დიახ, იგივე უცნაურობები რომ ელაპარაკა, რაც უკრაინაში იკადრა, მაშინ ალბათ ჩვენი მოთმინების ფილაც გადაივსებოდა. ან არ გადაივსებოდა, მაინც ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძლის ქვეყანა ვართ. მაგრამ მეორეს მხრივ რიუტესიც მესმის, დიახ, აბა რა უნდა უთხრას ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ბლოკის გენერალმა მდივანმა ეგზისტენციურ ომში მყოფ სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, როდესაც მას კონკრეტული სათქმელი არ აქვს. არც აგზა ვერც ექნება. კიდევ კარგი უკრაინის დასავლელი კურატორების ნარატივი არ გაიმეორა, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლოთ უკრაინელებო. ამდენი ზრდილობა და ტაქტი იყო ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამინდელ ნატოს გემდივანს. ნამდვილად არ მინდოდა ყოფილიყავი მარკ რიუტეს ადგილას, მიუხედავად მისი თანამდებობის ასეთი ლამაზი ჟღერადობისა და ალბათ უამრავი პრივილეგიისა. დიახ, ალბათ რიუტე თვითონ ხდება საკუთარი
ორგანიზაციის უსუსურობას და უსუსურობა იმაში გამოიხატება, რომ მათი ინტერესების გამტარებელ, ანუ რუსეთთან მებრძოლ საბრალო ქვეყანას ისინი დიდად ვერ ეხმარებიან. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მე გულუბრყვილო ადამიანი ველოდებოდი, რომ ნატოს სერიოზული იარაღი დაეხმარებოდა უკრაინას. რასაკვირველია, ბირთვულ იარაღზე არ მიფიქრია, მაგრამ მეგონა რომ ცას გადაუკეტავდა მაინც. ახლა არ დავიწყებ ყველა დეტალზე ლაპარაკს, რასაც ადრე ვფიქრობდი. დღეს, როდესაც უამრავ მასალას ვეცნობი, რასაც ხელი მიმიწვდება ხოლმე, უკვე სხვანაირად ვხედავ არსებულ სიტუაციას და ალბათ იმასაც ხვდები, რომ როდესაც ძლიერი ბირთვული სახელმწიფო ებრძვის შედარებით სუსტ არაბირთვულ სახელმწიფოს, იმ არაბირთვულს ბრძოლის მოგების შანსი გაცილებით ნაკლები აქვს. როდესაც ყველაფერი დასრულდება და როდესმე ხომ აუცილებლად დასრულდება ყველაფერი და როდესაც ამ ომის მთელი ინფორმაცია იქნება შეტანილი ქსელში, მე ხელოვნურ ინტელექტს მინდა დაუსვა კითხვა, გქონდა თუ არა უკრაინას ამ ომის მოგების შანსი. საინტერესო რას მიპასუხებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. მეგობრებო, მომიტევეთ, რომ გადაცემას თანდათანობით ვასერიოზულებ, მაგრამ ძალიან მიჭირს ლაზღანდარობა, სანამ ეს ძმათამკვლელი ომი არ დასრულდება. და ომი კი მართლაც რომ ძმათამკვლელია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.